დაგვიწერა ბედისწერამ, რომ დავსყიდით ამ თემაზე გვაქვს საშუალება ვილაპარაკოთ. ადამიანებს ზოგადად ახლა არ ევალებათ იცოდნენ საკითხის ისტორია, მთელი თავისი იურიდიული ნიუანსები. ეს რა თქმა უნდა, ეს არ იყო იზოლირებული აქტი და არ მოსვლია თავში, ცხადია ალბათ გიგაურს მსგავსი მოქმედების განხორციელება. გასაგებია, რომ ამის უკან სერიოზული ინტერესი იყო. ამან გაუხსნა გზა უცხოელებს ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვისაკენ. და ამას ერთი და იგივე ძალა კურირებს, რაც ჩანდა პირდაპირ. და იქ იჯდა ისრაელის წარმომადგენელი, რომელსაც პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ თქვენ მიწები უნდა გაყიდოთ აუცილებლად. ამ დროს რა ხდებოდა, რომ საქართველოში მიწები ღირდა ჰექტარი ღირდა $300. ამ ვითარებაში, ესე იგი, ნებისმიერ დაინტერესებულ უცხოურ ძალას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფა ძალიან მცირე ინვესტიციით. რატომღაც დახარჯა ძალიან დიდი ფული, მოაწყო მართლაც სერიოზული მეურნეობა. აი მართლა გაგიკვირდება. და ყიდიან მაინც ბატონსო? როგორ არ ყიდიან? მე ვიცი რომ ყიდიან, მაგრამ ყიდიან საბაზრო ფასებში. ძლივს იპოვა თავისი საბუთი და თაგვებს დაეწყოთ ჭამა. და აი ბეჭედს რო იყვნენ მიმდგრები, აი მან ინაღამ შეუჭამა თაგვმა ქონე. ბეჭედი თუ იქნებოდა შეჭმული, უკვე დოკუმენტი არ იქნებოდა. ის ადგილები, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის, ეს ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ. და ნელ-ნელა რა თქმა უნდა ეს ყიდიან კი? კი, როგორ არ ყიდიან. მიწები გაძვირდა ისე, რომ ევროპაში არ არის ესეთი ფასები. ისე არის საფრთხე მაგის დაკარგვის. ისი. აი მაგისტრალის გეოგრაფია არ არის ევროკავშირის ევროკომისიის თანამედროვე მესეურების ლიერი ხარ. ჩვენ საერთოდ ზოგს აფრიკაში ვგონივართ, მინდა ვთქვა. ცოლი უნდა მოიყვანო თუნდაც, იმიტომ რომ ყველაფერს სახელმწიფოს ვერ დააბრალებთ. ხო. ახლა რამდენიმე ჰექტარზე საწარმო საშენება თუ არ გინდა, იქ ახლა კიტრის მოყვანით იმ ფულს ვერ ამოიღებ, ხო? რაც ამაში უნდა გადაიხადოთ. ესე იგი 2023 წელს რო დავიწყეთ ადმინისტრაციული დავა, ჯერ ერთხელ გითხრა გამარჯობა მოსამართლემ. აი იმათთვის რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივად გასაკეთებელია, საჯარო ვესჭი ამ გლეხისთვის არის მიუღწეველი. აი ახლა ვთქვათ, დადგა შედეგი და მიადგნენ ვინმე დიდ ბობოლას, გამორიცხავთ თქვენ. არა ვარ მე ახლა მოსამართლე წარმოიდგინე. მე ვარ ახლა ადვოკატი და გეკითხები რა პრეტენზია გაქვს მოქალაქესთან.